გამარჯობათ, მე ნათია ვარ და ამ ვიდეოში მომიდა რომ მოგცეთ რამოდენიმე რჩევა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, რომ აითვისოთ ახალი სახის ინფორმაცია უფრო სწრაფად, მარტივად და რაც თავარია, რომ ის დაგამახსოვრდეთ დიდი ხნის განმავლობაში. გინახავთ ასეთი ფილმი Limitless, უსაზღვრო. ამ ფილმის მთავარი გმირი იღებს რაღაც პატარა განსაკუთრებულ სპეციალურ აბებს, რის შედეგადაც მას ყველაფერი ამახსოვრდება, რისი სწავლაც მას უნდა. რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში ეს ასე არ არის. ჩვენ აბებს ვერ მივიღებთ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ სხვანაირად, რათა გავზარდოთ ჩვენი ტვინის მახსოვრობის უნარი და ადვილად ავიცვისოთ ახალი ინფორმაცია. დამაშასე, რჩევა ნომერი 1. როდესაც რაიმე ახალი სახის ინფორმაციის სწავლას გადაწყვეტ, აუცილებლად გაიაზრეთ ის თუ რას სწავლობთ. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ რომ ისწავლოთ ფინანსები, დაიწყებთ შესაბამისად წიგნების და სტატიების კითხვას ფინანსების შესახებ. და რადგანაც ის არის თქვენთვის ახალი, შეგხვდებათ ბევრი ახალი სიტყვა. იმის მაგივრად რომ თქვენ დაიზეპიროთ წიგნში ამოკითხული ინფორმაცია პირდაპირ, წიგნში დაწერილი სიტყვებით, კარგი იქნება თუ თქვენ მას გაიაზრებთ და გაიაზრებთ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას. როდესაც წაკითხulis თქვენი სიტყვებით გადმოცემა შეგეძლებათ, როდესაც შეგეძლებათ რომ მოყვეთ მისი შინაარსი, მაშინ უკვე თქვენ შეგიძლიათ რომ დაიწყოთ მისი სწავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ თქვენ დაიზეპირებთ, ყველაფერი იმას რაც წიგნში წერია, ისე როგორც წერია, თქვენ არ შეგეძლებათ რომ შესაბამის სიტუაციაში ის გამოიყენოთ, რადგან თქვენ დაგამახსოვრდებათ წინადადება როგორც სიტყვათა თანმიმდევრობა და არა როგორც მისი შინაარსი და მნიშვნელობა. რჩევა ნომერი 2. როდესაც დაიწყებთ რაიმე ახალი სწავლას, აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენ მიზანი. აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რატომ სწავლობთ იმას, რასაც სწავლობთ. თუ კი მაგალითად გადაწყვეტ ახალი უცხო ენის სწავლას, აუცილებლად უნდა იცოდეთ რატომ სწავლობთ ამ ახალ უცხო ენას. სწავლობთ სიტყვაზე ინგლისურ ენას, იმიტომ რომ ეს ენა ისედაც ყველამ იცის და უბრალოდ თქვენც გინდათ რომ იცოდეთ, თუ იმიტომ სწავლობთ ინგლისურ ენას, რომ იშოვოთ უკეთესი სამსახური, ან წახვიდეთ საზღვარგარეთ. თქვენ თუ დაიწყებთ ახალი რაღაცის ათვისებას, მიზნის გარეშე ჩათვალეთ რომ თქვენი შრომა იქნება წყალში ჩაყრილი. რჩევა ნომერი 3. როდესაც გადაწყვეტთ რომ რაიმე ახალი ინფორმაცია აითვისოთ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ნებისმიერი საგანი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ცდილობთ რომ ისწავლოთ, თუ ნებისმიერი ახალი უცხო ენა, აუცილებლად დაადგინეთ ვადები. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვეტათ რომ უნდა ისწავლოთ ინგლისური ენა, ასევე თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რომ მაგალითად, ერთ თვეში თქვენ უნდა შეძლოთ ინგლისურ ენაზე საუბარი ა პირველ დონეზე, რომ თქვენ ორ თვეში უნდა შეძლოთ ინგლისურ ენაზე საუბარი ა მეორე დონეზე და ასე შემდეგ. დადგენილი ვადების გარეშე ძალიან ძნელია რომ შეადგინოთ გეგმა და შემდეგ უკვე მიყვეთ ამ გეგმას. ანუ აუცილებლად დაადგინეთ ვადები, რომლის განმავლობაშიც რაღაც დონეზე თქვენი მიზანი უნდა იქნეს მიღწეული. რჩევა ნომერი 4. როდესაც თქვენ სწავლობთ რაიმეს, შეეცადეთ რომ დაიმახსოვროთ მხოლოდ ის, რაც თქვენი აზრით თქვენ მომავალში გამოგადგებათ. მაგალითად, თუ კი იღებთ რაიმე ინფორმაციას სამართლის შესახებ და კითხულობთ სამართალზე წიგნს, არ ეცადოთ რომ დაიმახსოვროთ მთლიანი წიგნი, ამოიღეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მომავალში გამოგადგებათ და რომლის ცოდნაც არის აუცილებელი. იგივე მაგალითად, თუ კი სწავლობთ რომელიმე უცხო ენას, არ ეცადოთ რომ დაიმახსოვროთ თავდაპირველად ამ უცხო ენის 12 ან 16-ვე დრო, რადგან დამერწმუნეთ 3 და 5 დროის ცოდნა უკვე საკმარისია იმისათვის რომ თქვენ უცხოელს გააგებინოთ ის, რაც თქვენ გინდათ და ასევე გაიგოთ ის თუ რაც მას უნდა. ანუ, როდესაც რაიმეს სწავლობთ, ეცადეთ რომ დაიმახსოვროთ მთავარი და ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც თქვენ მომავალში გამოგადგებათ. და რჩევა ნომერი 5. როდესაც გადაწყვეტ რაიმე ახალი ინფორმაციის ათვისებას, რაიმე ახალის საკითხვას, შეეცადეთ რომ ეს თქვენ დაიწყოთ შესაბამის გარემოში, ანუ თქვენ საწერ-მაგიდასთან, კომპიუტერთან, ან თუნდაც ბიბლიოთეკაში, რომელშიც არის უამრავი წიგნები და სხვა თქვენსავით სწავლას მოწყურებული ადამიანები. თუ კი თქვენ მაგალითად დაიწყებთ რაიმე ახლის სწავლას საწოლში, სადაც თქვენ გძინათ, ან კიდევ სამზარეულოში მაგიდასთან, სადაც თქვენ მიირთმევთ, დამერწმუნეთ თქვენ ტვინს ახალი ინფორმაციის ათვისება ძალიან გაუჭირდება, რადგანაც საწოლში თქვენი ტვინი არის მიჩვეული ძილს, ანუ უმოქმედობას, ხოლო სამზარეულოში თქვენი ტვინი არის მიჩვეული ჭამას და არა სწავლას. აქედან გამომდინარე, ტვინს უჭირს გადართვა ახალ მოქმედებებზე, ამიტომაც ძალიან კარგი იქნება თუ კი თავდაპირველად ინფორმაციის ათვისებისას დაჯდებით ისეთ გარემოში, რომელიც თქვენ მოგცემთ мотиваციას, რომ ახალი რაღაც აითვისოთ მარტივად და რომელიც მხოლოდ იმისთვის იქნება მოწყობილი, რომ თქვენ დაჯდეთ და ისწავლოთ და არა ან დაიცნოთ, ან კიდევ ჭამოთ. რჩევა ნომერი 6. იცოდით რომ თქვენს ტვინს ყველაზე კარგად ინფორმაცია ამახსოვრდება მაშინ, თუ ეს ინფორმაცია არის ის პირველი, რასაც ვკითხულობთ, ან კიდევ ბოლო, რასაც ვკითხულობთ და ვცდილობთ რომ დავიმახსოვროთ. ანუ, თუ კი თქვენ მაგალითად ემზადებით გამოცდისთვის, რომელიც გაქვთ რამოდენიმე დღეში და გაქვთ უამრავი რამ სასწავლი, მაშინ ამოარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მნიშვნელოვანი ისწავლეთ ან თავიდან პირველი 5 წუთის განმავლობაში, ან კიდევ ბოლოში, ბოლო 5 წუთის განმავლობაში. შუაში შეეცადეთ რომ ისწავლოთ ის ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით შეიძლება რომ სულაც არ დაგჭირდეთ.
რჩევა ნომერი 7. როდესაც სწავლობთ რაიმე ახალს, ეცადეთ რომ ორი ერთმანეთისათვის საპირისპირო ინფორმაცია ისწავლოთ ერთდროულად. მაგალითად, თუ კითხვა უცხოენაზე სწავლობთ, როგორ არის სიტყვა ღამე, ღამესთან ერთად დაიმახსოვრეთ ასევე როგორ არის სიტყვა დღე. თუ კი სწავლობთ როგორ არის სიტყვა მოკლე, მოკლესთან ერთად დაიმახსოვრეთ ასევე სიტყვა გრძელი. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თუ თქვენ მაგალითად დაგავიწყდათ როგორ არის ღამე, საუბრისას რომ გამოიყენოთ და სამაგიეროდ გახსოვთ როგორ არის დღე, თქვენ შეიძლება რომ დღესთან ერთად ასევე გაგახსენდეთ ღამე. მოკლედ, ორი ერთმანეთის საპირისპირო ინფორმაციის დამახსოვრება გეხმარებათ იმაში, რომ ერთის დავიწყების შემთხვევაში მეორემ ადვილად გაგახსენოთ ის პირველი. და რჩევა ნომერი 8. როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანის ტვინს შეუძლია ახალი ინფორმაციის ათვისება ძალიან მარტივად მხოლოდ 25-30 წუთის განმავლობაში. ანუ, არავითარ შემთხვევაში არ დათვიდეთ მაგიდასთან სამეცადინოთ და არ იმეცადინოთ შეუწყვეტლივ 1, 2 ან 3 საათი. ყოველ ნახევარ საათში თქვენ შეგიძლიათ რომ ადგეთ, ცოტა გაიაროთ, უყუროთ რაიმე სასაცილოს, 5-10 წუთის განმავლობაში მიუთოთ შოკოლადი და შემდეგ უკვე დაუბრუნდეთ იგივე მასალას და გააგრძელოთ მეცადინეობა. და რჩევა ნომერი 9. ჩვენთან ამბობენ ხოლმე, გამეორება ცოდნის დედაო და ამას მეცნიერები სამტკიცებენ. რაიმე ახალი ინფორმაციის სწავლის შემდეგ, კარგი იქნება თუ იგივე ინფორმაციას გავიმეორებთ ნახევარი საათის შემდეგ, შემდეგ უკვე იგივეს გავიმეორებთ რამოდენიმე საათის გასვლის შემდეგ, ხოლო საბოლოოდ თუ კი ამ ახალ ინფორმაციას გავიმეორებთ მეორე დღეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით ჩვენ ტვინს, რომ ჩვენს მიერ ნასწავლი ინფორმაცია დაგვამახსოვრდეს სწორად და რაც მთავარია დიდი ხნით. და ბოლო მე-10 რჩევა. როდესაც ცდილობთ რომ რაიმე ახალი ისწავლოთ, განსაკუთრებით ისეთი რაიმე ახალი, რომლის სწავლა თქვენ მაინდა-მაინც არ გსიამოვნებთ, მაგრამ ვალდებული ხართ რომ ისწავლოთ, დაუწესეთ საკუთარ თავს პატარა ჯილდოები. მაგალითად, თუ კი თქვენ უნდა ისწავლოთ 50 სიტყვა, მაგრამ ძალიან გეზარებათ უცხოენაზე 50 სიტყვის სწავლა, მაშინ თქვით რომ აი მე თუ ამ 50 სიტყვას ვისწავლი, მე შევჭამ შოკოლადს, ან მე თუ ამ 50 სიტყვას ვისწავლი, მე ვუყურებ ჩემს საყვარელ სერიალს და შემდეგ უკვე შევუდექით ამ სიტყვების სწავლა. და შემდეგ როდესაც დაამთავრებ, საკუთარი დააჯილდოვეთ შესაბამისი საჩუქრით. დღეისათვის სულ ეს იყო ის რამოდენიმე რჩევა, რომელიც მე მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა. თუ კი თქვენ იცით ასევე სხვა ტექნიკები, რჩევები და მეთოდები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება რომ ავთვისოთ ახალი ინფორმაცია კარგად, სწრაფად და მარტივად, გთხოვთ რომ ის დაწეროთ კომენტარებში, რათა სხვებმაც გაიგონ და ეს ინფორმაცია ერთმანეთს გავუზიაროთ. ასევე გთხოვთ რომ დაალაიქოთ ჩემი ვიდეო თუ რა თქმა უნდა მოგეწონათ. ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში. კარგად და ყველას დიდი წარმატებები.